შენ უნდა იპოვო ღმერთი. შენ იმიტომ უნდა იცხოვრო ქრისტიანული მოძღვრების პრინციპების დაცვის მიხედვით, რომ იპოვო ღვთის მადლი, აღმოაჩინო ღმერთი, შეხვდე მას, გაიცნო, დაუახლოვდე და დააფასო და შეიყვარო. აი ამას გეუბნება მართლმადიდებლობა. ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, ეს რა თქმა უნდა, ეს უბრალო სიტყვები არ არის, ეს უნდა გაიარო, ეს ეტაპები უნდა გაიარო ადამიანს. ახლა ჩვენ თავს დავუსვათ შეკითხვა. იპოვეთ ღმერთი? მოდი აქედან დავიწყოთ. ნაპოვნი ყავს ღმერთი? იმას აღარ ვამბობ, რომ ახლოს გავიცანი, ბევრჯერ მქონდა ურთიერთობა, მეტად დავაფასე ვინ არის, რომ ძალიან მიყვარს, ამ დონეზე აღარ საუბრობ. ნაპოვნი ყავს ჩვენ ღმერთი? მას გვეუბნება იესო ქრისტე, სასუფეველი ღვთისა შორის თქვენსა არს. თქვენშია სასუფეველი. ესე იგი, სად უნდა ვიპოვოთ ღმერთი? ჩვენში. ჩვენ მოვდივართ ხოლმე და ზოგჯერ აი ეკლესიაში შემოვართ და თითქოს ღმერთს ვეძებ, აბა სადახარ ღმერთო. კი, გარეთ ვერ ვიპოვე, გასაგებია. ვთქვათ, აქაც შემოვდივარ, ხან ხატებში ვეძებ ღმერთს, ხან სივრცეში, მაგრამ გარეთ კი ნოვიყურები. ხატები გვეხმარება, რა თქმა უნდა, მაგრამ გულში უნდა მზერა, გულში უნდა გქონდეს. როგორ დავინახავ ღმერთს? ღმერთი ხო უხილავი არის. მხოლოდ ამ მხოლოდ ვინ იხილავსო ღმერთსო? აბა გავიხსენოთ იესო ქრისტე, რაც გვეუბნება. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითაო, რამე თუ მათ ღმერთი იხილო. აი სად უნდა იხილო ღმერთი? გულში. მაგრამ როგორ გულში? განწმენდილ გულში. რით უნდა განვიწმინდოთ გული? აი ზუსტად ამ ორთოპრაქსიით. პრაქტიკული სულიერი ცხოვრებით. ღვთის ცნებების დაცვით, საკუთარ თავზე დაკვირებით და ასე შემდგომ ახლა ის ძალკე სასაუბრო თემაა. ანუ მართლმადიდებელი ის არის, ვინც ღმერთის მატარებელია თავის თავში. ოღონდ ღმერთიდან არსით ღმერთს ვერ სახთო ენერგიების და სახთო ძალების. აი ამ ყველაფერს ასახვა ხდება ჩვენში, ჩვენს გულში.